გეზის ზღვის ფსკერზე. ქალაქში, რომელიც მიწის ქვეშ ფასობს, თუმცა მის ზემოთ ნამდვილი სამოთხია. თვალწარმტაცი ბუნება, გამორჩეული ისტორია, კულტურა და დღევანდელობა. ჯეოგეზი იქ, სადაც ბევრს უმოგზაურია, თუმცა მისი ნამდვილი მხარე ჯერ ასე არავის უჩვენებია. ეს ადგილი ვერც რაჭველებმა და ვერც ჩვენ ვერ გავიყავით, ჩვენ ანუ ტყიბულელებმა ვერ გავიყავით, მაგრამ მაინც იმას ვიტყვი, რომ 9 ჯვარი ეკუთვნის ტყიბულს და სამეგრელოს. ტყიბულს და ამიტომ პირველი ლოკაცია შევარჩიეთ 9 ჯვარი, რომელიც არ ვიცი, ნიკა იმედია დაძლევს ამ ტურს ამ. ხო, არის რეალურად. სიმართლე რომ გითხრათ, მის ამბებას წერთ ცოტა უფრო ზემოთ, ანუ ეს გზა რო ამოვიარეთ, იმიტომ რომ ადგილი მოგვეწონა და უკვე ისე საინტერესოდ მოვხავდი, კლდე რომ რაღაცებს ჩავსვავ რა, მაგრამ ისეთია. შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სიმაღლის შიში გაქვთ, მათაც კი არც ისეთი ძნელი და რთულია ხშირ შემთხვევაში, როგორც მე მაგალითად ვიდეოებით მინახავს და თუ რა გზას გამოივლით, ამას ნახავთ ახლა ვიდეოში, ამიტომ დარჩით ჯეოგეზზე, გამოიწერეთ ჩვენი არხი და აკომენტარეთ, დაგუხმარით ამით. იმისთვის რომ შევძლოთ გაგრძელება ჩვენი დროებით დაპაუზებული და უკვე გაგრძელებული საქმის. და იმედი მაქვს პირველ რიგში რომ მოგეწონებათ თვითონ ტყიბულიც და იმედი მაქვს მსხვილ სტერეოტიპებს რომ აქ მარტო შახტარი და ამის იქეთ არაფერი არა ხალხო ძალიან ბევრი ადგილი გაქვს სანახავი დამიჯერეთ. წავედით გავაგრძელოთ. ეხა ჩვენი გზა. ხე სამაზია. არ არის ოცნე. ბიჭო. ეს ხარის არ უნდა გაიგე. არ არის ეგეთი საშიში არა და. სადა ჯეკი კალოჟე ნორმალური. არ მინდა იგარასულად. სადავჯი. დე ესე ჭუპია. ვერგიშვილის აქ მარიკა. აუ. და ჯეკი, აი აქ მოდი. არ მინდა მანდ. არ მარცეგრი არ მინდა. მოდი ეგე ჩამოვიდე. გამოვცდით რიკოთის კვირებს და ვარდ და ხო როგორც იქნება. დასავლეთ საქართველოსაც დავადექით. თან მაშინ როდესაც გვეგონა რომ ყველაფერი დავამთავრეთ, მაგრამ არა, აღმოჩნდნენ კეთილი მეგობრები. განსაკუთრებული მადლობა სპორტულ ჟურნალისტ და სპორტ ჰაბის ერთ-ერთ წამყვანს იას ართანიას, ვისაც სპორტული სიახლეები გაინტერესებთ, მათი არხი აუცილებლად უნდა გამოიწეროთ და ია იყო პირველი, რომელმაც ეგრევე ანგარიში ჩააგდეთო. და ასე შემდგომ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპონსორებს არ ვეძებთ. ხო, ვეძებთ სპონსორებს, ბუნებრივია. სულ იასთან. სულ დრონზე. ია არ შემოს უყოთ. გვარში სოფრომაზეებში არ იბადებოდა ვაჟი რა. იბადებოდა, მაგრამ ვერ იზრდებოდა, სულ მიდიოდა და ჩამოყალიბების სასწავლებელი ვერ მოდიოდა. ხავთან მივიდენო და მტრედი მიცავა რა, სადაც მე-9 ადგილზე დაჯდება, იქ ავაშენებთ სალოცავი. და მაშინ ახლა როგორ პერიოდი იქნებოდა წარმოიდგინე, ეგ არის სადღაც წინა საუკუნეში რა. აკეთებული. მეორე ლეგენდა უყურთ სხვანაირად ვიცი რომ მამას 9-ზე ყავდა 9 ვაჟი ომში გაშვებული და ღმერთს თხოვა რომ ღმერთო გემუდარებიო რომ ეს ვაჟებიო უნებლები დამიბრუნეო და მოკლედ მტრესო ავაფრენო და სადაც დაჯდება მე-9 ადგილასო იქ აღმართავ ეკლესიას. აჰა, всё. წელს არ გამოვაჩინეთ ირაკლიც. ეს არის ძველი გზით რო ამოვედით. ჯაჭვები
რომელიც ეხმარებოდა რა იქ ასხვაში მომლოცველებს, ნახველებს. აქ ახალი გზა არის გაკეთებული, იდეაში ხჩანგრეულია ეს კიბეები დიდთოლობის გამო. თუმცა ბოლომდე კიბეები დადიოდი. უკვე ზედა მხარესაც გამარტივებულია ასვლა, კიდე კაი. და იქაც უკვე რკინის კიბეებია, რომელმაც გაუძლო დიდ თოვს რა. წამოსაჯო აქეთა თავარი მოიცა ირაკლის წამოვიდეს აქ სულ მოაჯირებია ეხა ნუ გეშინია ადრე არ იყო მოაჯირება არ მინდა გადახედო ეს არის თავარი ჯო თან შემეშინდა არა მართლა ძალიან შემეშინდა ნუ გეჩინია კრუტა დასახური პეტკი თან შემეშინდა დასახური ძალიან უბედურება სიმაღლეში ვერ ვიხედები ვაფშე და ყველაზე გასვლა მინდა უკან ვერ გავდივარ ძალიან მეშინია ნუ გეჩინია ნახევარსაათიანი ყოყმანის შემდგომ ამ ხარის გადასვლა მოვახერხე მართალი ქვემოთ ვერ ჩავედი. მოკლედ ვისაც სიმაღლის შიში გაქვთ თავიდან დისკომფორტი არის და რაღაცა შიშებიც გაქვთ, მაგრამ მაინც უნდა ამოხვიდეთ აუცილებლად მოილოცოთ ეს ადგილი ნახოთ, იმიტომ რომ აი ასეთი სილამაზე რაც აქედან იშლება, თან ირგვლივ რა მომწონს ყველგან საქართველო არა, ანუ შუაში ხარ იქეთ რაჭა, აქეთ იმერეთი, შავი ზღვაც ჩანს, აქეთ ქუთაისი ჩანს. იქეთ ამხარე საჩხერე ის ეს ყველაფერია მოკლედ რა და ულამაზესია მართლა. არ დაგავწევთ გეზის YouTube არხის გამოწერა. ჯეოგეზის და აქვე სპონსორებსაც მოგმართავთ. რა ვიფიქრეთ ჩვენც. აი, ნატურის ხეები აქვე მოჩეგიძლია. არშველის შეგიძლია. ჩაბა. ეს სპონსორზე. ახალ ის რაც ნახეთ უფრო მარტივად ახალთ უფრო მსუბუქი გზა არის მიუხედავად კლდოვანისა აქედან დაკიდებული აღმართები გიწევთ ეგ უფრო ჩამოსასვლელად გამოგადგებათ უბრალოდ მუხრუჭები უნდა გამოიხედოთ ოზილინა ზილინა ჯორზე აფრინდი? კი. ხარი არ უშლის ხო? აუ, მას არის იღებს ჩე? რახმას მამა ეგრე მაბნევს. ხო, ნუ აბნევ ხა ძალიან გთხოვ. უნდა გაბნევ რა. მართობ ლაპარაკით და შეიძლება. თუ შეიძლება ყველაზე წვირიანი რა გაქვთ
უდვარი ზერი ჩეხური მინიც. ჩამოასხი. სალამი. ამასთან იმაგრებ. ეხლა ვინც ვიღაცა ვერ მიხვდება, მაგრამ ჩვენ მეგობრები ვართ და ამიტომ რაღაც ხუთის დამე ყოითა რეკლამა თუ გამეწია რეკლამა, აგერ ჩემ მეგობრებთან. ძალიან კარგი მეხარია რომ გვეწვიეთ. აბა მომიყევი ერთი რა. ბიზნესმენობა მომიწყვე აქ. შემოვიტანეთ ცივილიზაცია ქალაქში. PR Georgias ქსელური მაღაზია გავაფართოვეთ. 35 ფილიალი ვართ და უბრალოდ კებულშიც თამამად შეგვიძლია თქვათ, რომ პრემიუმ ხარისხის ლუდებს ვიღებთ. ეს გერმანული ლუდებია? გერმანული, ჩეხური, ირლანდიური, ბელგიური, მექსიკური, ესპანური, იტალიური. ყოჩა? თავარია გემოვნებას მოვარგოთ ნებისმიერს. აჰა, და უდის გარდა ხემსებიც. წასახემსებლებიც გაქვთ. თევზეულობა, ძეხვეულობა, ყველანაირი სნექი, ჩიპსი, სპირტიანი სასმელები. რაც ნაბახურს სჭირდება მინერალური წყალი. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ აქ ამას დავყერავთ, იმიტომ რომ არც ნაბეღლავი, არც ბაკურიანი, არც ბორჯომი ჩვენი სპონსორი არ არის. აუცილებლად თუ გინდათ რომ ასეთ კარგ ვიდეოებში გამოიხდეს, ბევრი სპონსორი უნდა მოვიდეს. დავარიგე. იქით გამოვაღებ მე რეჭყონიას და დავანახებ რა უნდა ქნას. კარგი ხარ. და რა თქმა უნდა, ბევრი ძეხვეულის და თევზეულის ასორტიმენტი, რომელიც ყიბულში მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ერთ-ერთი რელიქვია გვაქვს აქ, ეს კასრი 1976 წელს არის საქართველოში ჩამოტანილი. ვა. და ჩვენმა მომხმარებელმა ზურაბ კვირიკაშვილმა გვაჩუქა, ანუ ჩვენს 5 ლიტრიანებს თავის ონკანები აქვს. აჰა. თანამედროვე და იმ დროს სპეციალური სატუმბები მოყვებოდა, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების იყო და ფაქტობრივად რელიქვიად ითვლება რა. ბევრი ღირსშესანიშნაობა გვაქვს, რომელიც უნდა გავაცნოთ. მთელს საქართველოს და არა მარტო საქართველოს ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, მომწონს, თქვენი მაყურებელი ვარ. გიხარია. და ვიცი რომ ისეთ კარგ საქმეში ხარ ჩართული, რომ ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი საიმიჯო იქნება თქვენი ჩანაწერები, რასაც ღირებულზე გადაიღებთ. იმედია ბუნებად შეგვიწყობს ხელს და ეს რაც ჩამოვანი მზე არ არის. ანათებს საუკეთესო აღიარებულ ბეიცენის ლუცვა. მომეწონა რომ ძველი საცხოვრებელი კორპუსები ყველა არის თითქმის შეღებილი ყოველ შემთხვევაში ქალაქის ცენტრში რაც შეგვხვდა, რაც ვიზუალურად ქმნის კარგ ეფექტს. ასევე სკვერები მოწესრიგებულია, გამწვანება ბუნებრივია და ძალიან მაგარია. და ერთადერთი აი კარგი იქნება რომ უკვე ტურისტული ინფრასტრუქტურაც მოხდეს დამატება რაღაცა გასართობების. ასევე აღდგეს ეს ძალიან კარგი იქნება საბაგიროები, რომელთაც ეს ქალაქი იყო გამორჩეული და აღარ უნდა ასოცირდებოდეს ტყიბული, ჩემი აზრით, მხოლოდ იმასთან აქვს რაღაცა მოპოვებით სამუშაოებთან. პირველი ლოკაცია, რომელიც შეგხვდებათ და ჩემი აზრით არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, გახლავთ გოგნის წმინდა გიორგის კარუგდებელი სალოცავი, რომელიც თარიღდება მე-7-მე საუკუნით და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამბავი, რომ ესეთი ლეგენდა არსებობს, რომ მოკლედ კარი რამდენჯერაც დაკიდეს ამ სალოცავზე, ეს კარი არ ჩერდება და ყოველთვის ვარდება და ამიტომ ქვია ამ სალოცავს კარუგდებელი სალოცავი. კარი არა აქვს? ხო, არა, ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს შეუძლია მოვიდეს, ილოცოს ისე რომ ანუ ტაძარი პატარა ერთნავიანი შენობა არის და შეუძლიათ რომ ილოცოს. ბუნება თვალწარმტაცი, რომელიც არის ნამდვილად იყოს ყველას ყურადღებას. ირაკლი, ხო გვეთანხმდა? აქედან მოკლედ ხედავთ სოფელ თვითონ გოგნს, თერჯოვას, ზესტაფონს, მოკლედ ყველაფერზე გქთ. ან ყველა ადგილს დაინახავთ, კი. მამლების ყივილის ხმა ისმის ეს გიორგობას შემოწირული, ეს არის რა ქვია. პირუტყვი. ამალი პირუტყვი. ხო, რა ვიცი რაც არის. ცეცხლი დრაუდებით ხალხმა ძრავს.
აი აქ ეკლესიას კუქს ვერ დავარტყავ იმდენი ხალხია რა სურსაცოვები და აი გადასახოვიდან გზიდან თავარი გზიდან სადაც გადმოვხვიეთ აი იქიდან უკვე იკეტება გზა და ლოცველები მოდიან უმეტესობა ფეხით ახლა ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს იმას კი უშუალოდ მანქანით მაგრამ უმეტესობა ფეხით უწევს იმიტომ რომ ბევრი იქნება და თან ალბათ ვინც არიცით სად არის ტყიბულისკენ ან რაჭისკენაც თუ წახვალთ ეს გზა უნდა გაიაროთ და არის ბანერიც გოგნია აწერია გადმოუხვევთ და მოდის მთლიანად ეს მარტივად საკონდენი გზა ხო ავტომობილი ნებისმიერი ტიპის ავტომობილით შეგიძლიათ და როგორც ახლა გაიგეთ დღესასწაულები განსაკუთრებით ის გიორგობა როდესაც არის და ხალხმრავლობა ამ შემთხვევაში არ ამოგიშვებენ ხო მნიშვნელოვანია ის რომ არ მახსოვს თქვი თუ არა ეს ეკუთვნის თვითონ თერჯო ან ტყიბულის ტერიტორია ხო თერჯოლის მუნიციპალიტეტი აქედან უკვე იწყება ტყიბული ხო ზემოთ ამას რა გავწდებით უკვე ნატასთან ვარ ამას ქვია სუსხათის ღვიმე. ამოქვაბული 12 სართული. არის ახლა ასეთი ახლა იშვიათია. არაა სხვაგან ასეთი ვილი არაა სხვაგან. საკმაოდ დიდია შიგნით ხო? დიდია შიგნით. დიდია. სივრცე მოცულობა. ძალიან შორს ახსოვს და მე გადავხვალ ზეიდან. და თავისი უნიკალურობა აქვს, იმიტომ რომ დედამიწის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს აერთიანებს, ან იქ აღმოჩენილი ასე ვთქვათ, კვალი რაც არის. და ამას ყველგან ვერ ვნახავთ, საქართველოში კი არა, მსოფლიოს მასშტაბით. თან ყველაზე მაგარი ის არის, რომ უკვე ეს დიდი მღვიმე არის პირველი სართული და წარმომიდგენია დანარჩენი 12 სართული როგორი იქნება. მოკლედ გავაგრძელოთ გეტი აქვე გეტყვით რომ არ დაგაუწყდეთ თქვენი YouTube არქის გამოწერა დაგვალაიქეთ დაგვიკომენტარეთ ფულიც მოგვესით სპონსორება და წავედით გავაგრძელოთ ჩვენ ტიტანიკით ვაგრძელებთ მოგზაურობას ტიტანიკი ჩაიძირა იდიოტო მაშინ ჩვენი ლაინერით ვაგრძელებთ მოგზაურობას, თან ლუქსი არის ეს ის რამე არ გეგონოთ. ტყიბულში. ძალიან კაი არის ხალხო, აი ესეთ. აი ხო ფიფინებ რა, აი მე რომ ვიძახი ხოლმე სიტყვას, ბევრ მარიცის რას ნიშნავს, მაგრამ ფიფინი არის, აი უყურეთ ჯეოგეზის ვიდეოებს და გაიგებთ რა არის ფიფინი. ეს არის სოფელი საწირე, ეს ეკუთვნის ტყიბულს და ეს არის ყოფილი სანატორიუმის ტერიტორია. ეს არის კურორტი, ეს სოფელი, კურორტი ითვლება ყოველ შემთხვევაში ადრე და სანატორიუმის მიზნით აშენდა თავის დროზე აქ, რომ აქ მთის და ზღვის ჰაერის შერწყმის ადგილი არის და ეხლა სამწუხაროდ ესე მიტოვებული არის ეს სამხელოდ მთლიანი ტერიტორია.
1757 წელს აგაიმართა სწორედ ხესილის მნიშვნელოვანი ბრძოლა შემთხვევაში არა მხოლოდ იმერეთისთვის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის იყო, შემდგომ უკვე აი ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი, რომელიც სოლომონ პირველმა სწორედ ხესილის ბრძოლის დროს მოიპოვა, ვინაიდან შემდგომ უკვე ოსმალეთის გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდა და საწყისი იყო სწორედ აქ გამართული ბრძოლა და შემდგომ აჯანყებები დაიწყო გურიაში, აფხაზეთში და ასე შემდგომ, რომელიც მოედოდა მერე ეს ურახუნე ბრეგვაძე ვინ არის? ის ეფექტი გააკეთა, ანუ ომის დროს რაღაცა შემოვარტყა რა, დიდი ჭოფი, კეთი, რაღაც უნდა და ანუ ხმიდან გამომდინარე, რომ არიქა თათარი მარცხდება ეს ის და აქედან გამომდინარე უკვე გაარეკეს, ასე რომ ვთქვა ჩვენ. ანუ ხმამ შეაშინა. ხმიდან გამომდინარე შეაშინა, ანუ ეგ ხო რა. და მაგიტო შეერქვა ურახუნე ბრეგვაძე. ხო, შეერჩა ურახუნე ბრეგვაძე. ასე შერჩავა. ასე უნდა ურახუნოთ ყველა მონტრები გავაქციოთ ბარესა და საიდერს ხერხი ჯობია ღონესა. ჯერ მეტი ვიდრე ჩვენი ლაშქარი იყო რა, დაჯმეტიც და Яхо. ირაკლის საყვარელი ადგილი ტრიბულში არის ეს ოთახი. ბექა უნდა მოვიდეს რა. რომელსაც ქონდა გამოცდები. ეგრე მითხრა რა. სალამი. Hello. Tourist ciao. Hello. Nice to meet you. Thanks for coming. Hello. Is your dog? Yes. Good under. Კარგი ბიჭო რა ნახები, ამის ორისა. იარე კალბასია გაგდებული. ვასთან ერთად ხაჭამში. აი, კუჭი გადაგიწევნა. აო, და განი ჩართულია რა და ეს. და კუჭი როგორ არის? კუჭი არ ყოფილი. დავხურე, ეს სეზონი დავხურე. რაში? საგანი? ამოხდე ვაფშე ყველაფერი არა საგანი. 80 კულაზე ნაკლები არც ერთში არ დამიდრია. აი ეს არის თავარი დარბაზი. დიდი სცენა. სცენაზე იყო ორი ჯიბე, რომელიც იმ დროში იშვიათი რამ იყო მოქმედი თეატრებისთვის, ეს დიდი ფუფუნება იყო იმ დროში და იყო მბრუნავის სცენა, ტექნიკურად გამართული იყო ყველანაირად შტანგეტებით, განათებით, გახმოვანების სისტემით, იყო გათბობის სისტემა, თუმცა 98 წელს მოხდა სამწუხარო რამ, დიდ თოვლობის შედეგად ჩამოინგრა სცენაზე სახურავი და დაზიანდა მთლიანად ბრუნავის სცენა. ჭერი უნდა მოხატულიყო საბჭოთა პერიოდისათვის პრიორიტეტული ნიშნებით, თუმცა ესეც კარლო ლომაძის ინიციატივით მოხდა, რომ ჩვენი თეატრის ჭერი არის შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსნის გმირებით მოხატული და ეს მართლაც უნიკალურია ჩვენთვის ტყიბულელებისთვის. მოვედი თეატრში მსახიობად 2018 წელს დავინიშნე უკვე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და თან სიამაყის გრძნობაც მაქვს, რომ ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრს 2 გრან-პრი ხვდა წილად იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან, სადაც იმერეთის ყველა ქალაქი იღებს მონაწილეობას, მათ შორის სახელმწიფო თეატრებიც. მაყურებელი გვყავს, ნუ თუ ჩემი მსახიობობის პერიოდში ბიჭებს ცოტა ესირცხვილებოდათ სცენაზე დგომა, ახლა უკვე მოდიან და ითხოვენ, რომ სკოლის მოსწავლეები ჩაგვრთეთ, გვაინტერესებს ეს პროცესები, რეპეტიციები, სპექტაკლი
სპექტაკლში მონაწილეობა და უკვე პოპულარული გახდა ეს პროფესია ამ ქალაქში. ეს არის ვერცხლისფერი დარბაზი. აქაც რობერტ სტურუას, დიდი უფროსი რობერტ სტურუას ნახატები არის ვეფხის ტყაოსნის გმირებით. ხო, ეს არის ჩვენი თანამშრომლების მიერ ხელით ნაწერი ვეფხის ტყაოსანი, წიგნი. ფოტოზე ვხედავთ სანდრო ბუცხრიკიძეს, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა ტრაგიკულად. ეს პიროვნება უნიჭიერესი მსახიობი იყო. ეს იყო ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც უპოვარებს ეხმარებოდა, საჭმელი მიქონდა, მუშაობდა შახტაში იმის გამო, რომ გამომუშავებული თანხით გაჭირვებულებს დახმარებოდა. გარდაცვალების მერე გაირკვა და გახდა ცნობილი, რომ ის დადიოდა მიტოვებულ სასაფლაოებზე, ასუფთავებდა, პატრონობდა და ძალიან სამწუხაროა და ოჯახს შახტაში დაიღუპა, ოღონდ კერძო კარიერზე. ძველი თეატრის შენობის ტერიტორიაზე, იქ სადაც პოლიტექნიკია იყო ხელმძღვანელი, დიდი ქართული მსახიობი და აქ არის ტიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სხვა შორის არის საბრები, ძველი ის არის უბრალოდ ძველი, რომელსაც არ იხსნება სპეციალურად, იმიტომ რომ ესეც უკვე წარმოადგენს ამ ქალაქის ისტორიის ნაწილს. შევიდეთ შიგნით 1800-მდე, როგორც ვიცი, ექსპონატია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელიც ამ მხარის კულტურულ ღირებულებას და არა მარტო კულტურულს, თავის ისტორიასაც გამოხატავს. შევიდეთ და დავათვალიერებთ. გაგვაცნობენ. წარმოდგენილი გვაქვს საკმაოდ ძველი ნივთები. ეს ნივთები არის განმარხებული ფლორისა და ფაუნის ნაშთები, რომელიც მიეკუთვნება დაახლოებით 250-350 მილიონი წლის წინანდელია. დიახ, და ყველაზე საინტერესო და ნივთი ეს ამონიტი, რომელიც ნაპოვნია ტყიბულის და მუხურის შემაერთებელი გზის მშენებლობისას. ასევე წარმოდგენილია ზღვის ზღარბი და არაერთი ექსპონატი, რომელიც გვაუწყებს იმაზე, რომ ძველად აქ იყო ზღვა და დაფარული იყო ზღვით ჩვენი ოკრიბის მუნიციპალიტეტი. აი ეს ექსპონატები უმნიშვნელოვანესია ბრინჯაოს ხანის არის, ეს არის დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-10 ათასწლეული, აღმოჩენილია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აქ გახლავთ მადანი წარმოდგენილი, რომლისგანაც უკვე გამოდიოდა რკინა. საინტერესო ექსპონატი ჩვენ მუზეუმში. ეს არის ქვა, სადაც ხედავთ ალბათ წარმოდგენილია სამი ზომის ზოლი, რომლებშიც ამზადებდნენ გიშრის რგოლებს. ჩემთვის ძალიან საყვარელი ნივთია. რამოდენიმე თვის წინ მირეკავს ჩემი მასწავლებელი, რომელიც საბავშვო ბაღში მასწავლიდა. და გითხრა, რომ სახლში ქონდა ეს ნივთი და დიდი სურვილი ქონდა გადმოეცა ჩვენი მუზეუმისთვის. ეს გახლავთ გრიცნერის ფირმა, მოგეხსენება ზინგერი, არის ასეთი ფირმა, ის უფრო პოპულარული იყო და ძალიან თითქმის ყველა ოჯახში იყო. ის წინათაო. ეს წინაც არა, მაგრამ უფრო იშვიათი და ბევრად უფრო ლამაზი და ხედავთ ალბათ როგორი გამორჩეული. 1900 წელს არის გამოშვებული და ჩვენთვის საინტერესოა იმ მხრივ, რომ აი ტყიბულში ერთი ქალბატონი ვიღაც იჯდა და კერავდა გრიცნერის მანქანით ლაბას კაბებს. ისეთ ფორმაშია მგონი მუშაობს კი. კი, მუშაობს. მუშაობს? დიახ, მუშაობს და ყველანაირად ძალიან მოვლილია, მიუხედავად მისი ასაკისა არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია. ბექა, შენ განსაკუთრებით ალბათ ახლა ეს დაგაინტერესებს და მოგეწონება. აი მაგის რითაც ვიღებთ იმის წინათაობა. ძალიან წინათაობა. უხუცე იმის პირველი თაობა არის უხუცესი. თუმცა ტყიბულში ყველა იცნობს ამ ფოტოაპარატს, იმიტომ რომ ალბათ ოჯახი არ არის ტყიბულში, ვისაც ამ ფოტოაპარატით გადაღებული ფოტო არ აქვს სახლში. წარმოდგენილი გვაქვს ჩვენ ძველი იარაღები, რომლითაც მოიპოვებოდა
ნახშირი, აქ არის ყველაზე ძველი იარაღები, ასევე ამ ვიტრინაშიც, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ექსპონატია ეს ტყიბულის ფული, ეგრეთ წოდებული. იმიტომ რომ იმ პერიოდში იყო ძალიან დიდი ინფლაცია და მეშახტეებისთვის რომ რაღაცნაირად ეს ყოფა შეემსუბუქებინათ, სწორედ ტყიბულისთვის და ტყიბულში დაიბეჭდა ეს ფული და აი ამ ფულით ხდებოდა უკვე. კონდა ცალკე ვალუტა. დიახ, ასე გამოდის. ასევე არის დიახ, ეს არის დიპლომები, ეს გახლავთ ტყიბულელები, ჯერ კიდე გასაჭროებამდე მიდიოდნენ ავსტრიის სამთო უნივერსიტეტი, რომელიც დღესაც არის და დიახ, წამყვანია ერთ-ერთი უნივერსიტეტი, იქ მიდიოდნენ, იღებდნენ განათლებას სამთო საქმეში, ბრუნდებოდნენ და მერე უკვე აქ მუშაობდნენ. აი ესეთი დიახ, ევროპული განათლება ჯერ კიდე როდის ძალიან მნიშვნელოვანია სფერწერული ნამუშევრები, იმით რომ ისინი შესრულებულია გერმანელი ტყვეს მიერ, ქრისტიან ოელერის მიერ. დიახ, აქ წარმოდგენილია ჩვენი ქალაქის სამი უბანი. ჩვენთან ინახება უნიკალური ხატი, მთავარანგელოზთა ხატი, ბუეთის ეკლესიიდან. ეს წიგნი? წიგნი არის საეკლესიო, სარიტუალო, უნიკალური წიგნია და მოხდა ისე, რომ 2005 წელს ეს წიგნი მუზეუმიდან გაიტანეს. და სულ რაღაც რამოდენიმე დღე არის, რაც დაუბრუნდა ისევ. ჩვენ ვართ გამის პირველი მნახველები ხართ თქვენ, დიახ. მართლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, უნდა იაროთ, მეტი ინფორმაცია მოიძიოთ და ეს ყველაფერი გაგვიზიაროთ, რომ ჩვენც ვიცოდეთ რა ხდებოდა ჩვენ ქვეყანაში და რა მოხდება ხვალ. გიყვარდეს შენი მხარეს იმას ნიშნავს, რომ ვერ გაძლებ ბოლომდე და ყოველთვის ვერ იქნები სხვაგან. აუცილებლად გიხმობს შენი მხარე და მეც ასე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც დაუბრუნდი ჩემ ქალაქს და ჩემთვის ის დილით გავიღო და დავინახე ის არემარე და ის ხედები ჩემი ფაჯრიდან, რომელსაც მე ძალიან ხშირად ვსაუბრობ. ეს ჩემთვის არის წყარო სიცოცხლის. ქალაქში გადაადგილების დროს დავინახეთ ავტომობილი, რომელსაც აწერია მოდი. მოდის. და ეს ავტომობილი აი გაჩერდა მოდის აწერი, ჩვენც მოვედით. აქაც გვხვდება მოდის. სხვადასხვის ძალიან გამიკვირდა. და მე ვნახეთ რა არის მოდის. გამიკვირდა რომ თურმე რომელსაც ეკრანზე გამოგესახება და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ. ჩემი მეუღლე არის. გამარჯობა, სასიამოვნოა. და ასე ერთობლივად და ბავშვებიც გეხმარებიან, არ არიან. ჩვენი სამთავროს სახელი მაინც ვინ მოიფიქრეთ. აი ეს რაღაცა კარგად არის შეფუთული. არა, ყველაფერს ბავშვები და დაწყებული ვაკეთებ მე. მოდის ლიფტი არის. ეს ერთი წამი ეხლა გითხარით რა ხდება ეს ლიფტი? არაფერი, მანგანის ჩისტი ტელევიზორია დაგებული და აი რა. მოდის. ეს ბუხარი ხო. ჩვენი იდეაა და ჩვენი ერთი ძალიან ტალანტი სავყავს ერთი მეგობარი და იმან აგვიშენ. ანუ ტყიბულში. ეს ფენოვანი ხაჭაპურის დაზგა თან რო არ წევიდეს სადმე შორს. ამაზე გაგული. ახ უნდა მივიდეს ადამიანები. მართლა რომ აი ესე გოხდა. გემოლებიანად. პატარა, მაგრამ ყველა კუთხე ათვისებულია თითქმის. ხა მაინც მეტნაკლებად ვთქვით, რომ არ გადავიღოთ საპირფარეშოები, მაგრამ მოდი აქ. მოგზავნით. ეს ის გამონაკლისია. თავისუფლად. ანუ იცი რა მომწონს რა. პატარებსაც კიდე ძალიან უყურებდა, იცი რა, აქეთ ბავშვებისთვის აქ უფროსები ხოსაბარი, რა თქმა უნდა, სისუფთავე არის და მიხარია რომ აი ეს ვია საჯარო სივრცეში ამ ჰიგიენურ ნორმებში წავიდა. აი ეს დამოკიდებულება არის ყველაზე კარგი. პატარა სტუმარიც კი სტუმარია, რომელსაც მოფრთხილება ჭირდება და ხელები ამწე. აი ჩემი იტალი. ფეხბურთის გიხართ. არა, მე ფეხბურთს საერთოდ იტალიისები მე პიცას უფრო ყველაფერი იტალიური. განი გამოვა. იტალიაში ხარ ცხოვრობდი ცოტა. არა. მაგრამ ბევრი იტალიელ შეშურდება ქაურო. ეს ზევით დავტოვე 1900 მალე უნდა გამოიღო ეს სახლი. მაშინ მოხატეს ჭერი და დავტოვეთ ეს ფრაგმენტები და
არა, მართლა დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი პიცერიაა და ესეთი პიცა უფრო ზარ პიცერია არ არის ეს. იტალიელებს ეს შეშურებათ, მაგრამ რა გაიგო. ჩვენ არ ვშიოდა. გამარჯობა. გამარჯობა, კეთილი ვაშვები. კარები უკვე მომწონს ამანდა. მე ჰოლი მომწონს. როგორც მივხვდი, რემონტში ხარ და ფართოვდებით თან, ხო? ამიტავზე გვაქვს დაახლოებით 9 ნომერი გვაქვს. დაახლოებით 30 ადამიანამდე შეიძლება მოთავსდეს ამ სასტუმროში. სასტუმროების ტიპი გვაქვს სხვადასხვა ტიპის ნომრები და შეგვიძლია დავათვალიეროთ. დავათვალიეროთ სასტუმროს. სად შეგიძლიათ? ხო. გადაზრდა. ძირითადად მეგობრებო. ოჰო. მეგობრები თუ წამოხვალთ და ერთად მოგინდებათ დაძინება, არ არის პრობლემა. ისაც უნდა თქვა სიმყუდროვე და მარდოყოფნარი, მასაც შეუძლია ოჯახით ჩამოვა თუ მეგობრები მათთვისაც არის. ან მრავალშვილიანი ოჯახები. შეგვიძლია აქ შევიდეთ. აქ უკვე თვითონ აქვს სამზარეულო ხო თავად ოთახს როგორც თავისივე სააბაზანო. ხეში. სამზარეულო, ის რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს. კიდეც დაჯდები და დაისვენებ. ტელევიზორსაც უყურებთ. შეგიძლიათ რომ ბევრი რამ თქვენთვისაც შეინახოთ. ანუ ისე გრძნობ თავს როგორც საკუთარ სახლში მე ასე ვიტყოდი. სასტუმრო არ მოიცავს მხოლოდ შიდა სივრცეს, არაჩვეულებრივ ფანჩატურში შეუძლიათ დასხდნენ და მიირთმან გემრიელი კერძები და ძალიან გემრიელი ხვინო. ეხლა დაგვათვალიერებინეთ თან. საწნახელმა ხელმა მიიქცია ისა ჩვენი ყურადღება. რა თქმა უნდა, ეს საწნახელი არის დაახლოებით 2-3 საუკუნეს ითვლის რომ იგივე მდგომარეობაში ეს ბუხარი და სადღაც ანუ მარნების გაკეთება აქ ამ ტერიტორიაზე და აქედან ჩამოსულ ღვინოს გაგასინჯებს შემდეგში. ბრუნდებით, ღვინის გამობრუნდებით. ეხლა შემოხვიდე და ნახო აი მართლა ძალიან ლამაზი სანახაობა ეს 4 არის მოწყობილი დედამიწაზე აი ამას ქვია. ამინდის მიუხედავად ხო, აქვე ვიტყვრა, ეს არის კურსების დედაღვთისას მონასტერი, რომელიც თარიღდება მე-19 საუკუნით. აქედაც შემოდი მერე და აი ხა შერაც გადაიღე ეს არის ძველი საწნახელი. ნახე როგორი იყო აქ შემდგომაც არის პირვანდელი სახე. აი აქედან უკვე დაწურული გამოდიოდა თან მინიატურული. და ნახე ანუ რა შრომის ფასი ჩდებოდა ხა ამის გაკეთება მე ამაში და ამას ხო სხვანაირი გემოექნებოდა. ძველი ეკლესია იყო საძირკველი საუკუნეში თარიღდება, ხო? და მე აშენდა ის და მე ხო შეალეს ხელი ანუ დარჩენილი იყო ნანგრევები და აი რომ ეთყობა კიდეც ფოტო იყო, ხო, იქ ფოტოზე მე. აქ ნათრობის რიტუალი ტარდება ხოლმე ეს ულამაზესია კიდევ აი ეს ზედამხარე რომ ვარდებით იქნება ულამაზესია სეზონზე. თუმცა ეხა ძალიან ლამაზია და თან იქცევს ყურადღებას. ხო ჩვენს მეც არ მინახავს არსად მსგავსი არ შემხედრია ესეც ალ გამოყოფილი და ძალიან ლამაზი იქნება. აი პროცესი მიმდინარეობს ულამაზესი არის აქაც იქ ჯვრის წერა მიდიოდა ერთხელ ვიყავი აქ მაშინ და რავი
ჯვის წერა, აქეთ ნათლობა, აქეთ ჩოხოსნები ვიდექით, იქსევით უძენი იწურებოდა და უმაგრესი და აურა, კარგი იქნებოდა. სიტუაცია იყო ნამდვილად. ეს ვარდებით გამოსული იყო, ეხლა რამოდენიმე ადგილზე არა, ისეთი ეფექტი, რომ თუმცა ეს მგონი იასამანი არ არის? დალამაზია ესეც. ხო, აქ უნდა ეფექტური არის ბევრად რა. ეს ნანას წყაროს, ეს კოშკი, რომელიც ახლა სამრეკლოს მოგვიანებით დააშენეს. ბევრი ისეთი ხატი ვნახეთ, რაც აქამდე არ გვინახავს. ისეთი წმინდანები, მათ შორის ქართველი მეფეების, რომელიც არ არის ესე გავრცელებული და ეს კედელზე გამოყოლებაზე რამდენიმე ისეთ ხატს იყო, რომლის ცნობაც გიჭირს. კიდევ ერთი ადგილი ტყიბულში, რომელსაც ვეწვეთ, არის ჩაისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმო. ესე ოკრიბა, ესე ქვია. ოკრიბა? თვითონ ტყიბულს და მის შემოგარენ სოფლებს და ადგილს ქვია თვითონ ოკრიბა. მე გადაწყდა რომ დიდუბეშიც. მე გადაწყდა რომ დიდუბეშიც და ავტოსადგურიც. ესე მიითვისეთ ყველაფერი. ტყიბული რო არ ყოფილიყო განვითარდებოდა ვერაფერი. წავედით ფაბრიკა არის ვთქვათ მიკროფაბრიკა. ოღონდ მუშაობს უმაღლესი ხარისხის ჩაის. უმაღლესი ხარისხის და ხასპის პროგრამაც გვაქვს დანერგილი აქ. ძალიან შეიძლება ვემზადებით ქონდა გადაზიდული გერმანიაში რაღაც რაოდენობა ჩაის, მაგრამ ახლა პატარა ხანს შეჩერებულია და ვემზადებით გასატანად. ჩვენი არა დაინტერესება არის. შიდა ბაზარზეც ესე. შიდა ბაზარზე. ჩაის ასოციაცია რამდენიმე შეხვედრა ქონდა და ყველგან არის საკითხი რომ დახმარება გვინდა იმაში კი არა დანადგარის ყიდვაში. არა და ჩაის პოპულარიზაციაში და რომ ხალხმა გაიგოს და გატანას. აი, სუჩაი. აი, ტყიბულის ჩაი. ბუეთის ჩაი კითხეთ. სახელს გაია. გემო უკეთესია, ვიდრე წარმომედგინა. ქართული ჩაი კაი. გავმარჯოს ჭიათურს. ყიფულს. ხო? როდის ააშენეთ ესე ვთქვათ, როდის იწყება ამ გურნელების მართვა წლიდან დავიწყეთ მშენებლობა. მიწის ნაკვეთი შევიძინეთ, ეს პატარა ტერიტორია არის და ვენახები სხვაგან აქვს. ანუ თქვენვე მოყავთ ყურძენი? მე და ჩემო მეგობარმა ის მამუკა კაგუშაძე აქ გაზდილია და დაბადებულია თბილისში ცხოვრობს, მაგრამ ბავშვობა ერთად ყო გადარებული. იყოს ჩვენი ესეთი მოწყობილი არის ეს ბუხარი. 100 წლის არის. ეს ჩემთან მე მქონდა ოჯახში, აქ წურავ ყურძენს. ამას თვითონ ის ხერვითი აი რითიმზე რომელიც ეს ხია ეს ახლა ჩვენაც გვაქვს არის ცაცხვი. არაყის ხთა გვაქვს ახლა დაწყებული და ბარაკა აგერა. არყის ხთა გვაქვს დაწყებული და რა ვიცი ახლა დღეს შევაჩერეთ პროცესი.
ეს შევაჩერეთ პროცესი არყის და რა ვიცი ძველებური ნივთები რაღაც რასაც ნახულობ მოგვაქვს. ქუთაისში ძირითადად წერტები ყოფილა. სხვადასხვა რაიონს თავთავისი წერტი ქონიათ და ასე ამბობენ, რომ სხვა რაიონებსაც რო ქონდათ იქ ღვინოები მიტანილი. ერთი სული ქონდათ, რომ გურნის ღვინო რო გაიყიდებოდა, მე ამათი ღვინო იყიდება. ასე ყოფილა. თვითონ ისინი ამბობდნენ, როდის დამთავრდება ამათი ღვინო, რომ ჩვენიც გავყიდოთ. აიცანით ადგილობრივი გურნელი კაცი, აქ გაზრდილი, აქ დაბადებული და გაზრდილი და მერაბი ბაბუხადია. მარიწყალს იმიტომ მუშაობს დეიკავოს გამოცხოვამდე. ეს არის საკრავი რომ გამარტივა საქმე. ხო, ცომის სასაკრავად. და თქვენ თუ ჩაიგავთ იბასონ. ესე დავუჭიროთ. ჩავარდება. შეგიძლია ჩახედო რა. ცოტა დაბრეცილეს ჩაფიქრე. კაბა. კაბა მეთქი. ეს როგორ ამოვიდო? თქვენ სამშაბათში. შენ არ შეჭამ. მაგას იცი რა ქვია? ნატა. მე აღარ გაგიფუჭე. ამას ჩემ ჩავარდილი პურს და სანატას პური. ერთი წამი, ნუ იტყუები, ეგ ერთი ჩამივარდა და დანარჩენი დავაცვე. დანარჩენი ერთი. დანარჩენი ორი დავაცვე. ეს უბრალოდ ისე ჩააკრა რომ ვეღარც უშველეს და იმათ დაშველებდნენ ხელს რომ. აია. ეს ხამაურ ხოღვარ და. ეს ხალხი. ხმა გამაგონეთ, გადატეხეთ, პეტლიჩკა მიადეთ. ხარაშლუნი გამაგონეთ. მის შენ თუ გაჩერებები. მაშინ კაია. ნატას პურსაც გავსინჯავ ჯანდაბას. გესმის? ეს მართლა გემრიელია ეს ქვედა არ უნდა მივაჭამო ეგ მითხარ. ხوار გიზისხება. ყველა ქართველის ჭურმა რა. ხვავი და ბარაკა. ნამდვილად. ხვავი, ბარაკა, ღვთისწყალობა. არის სუნია. ცოტა ადრე უნდა გაგაფრთხილოს, იმიტომ რომ დღესურიდან არა გემულა. ძალიან მაგარია. ეს აი როგორ ღვინო, ეს აი ხორცის დიდი სტეიკი უნდა დაიდო, დანა ჩანგალი 2 სანთელი. და დაჯდე და 3 ჭიქა დალიო დიდი ოღონდ. და ვადებთ ამ კეთს თავზე, ნუ ვინახე. ვადებთ. ეს უკვე დახურებულია. დახურებული ეს ვადებთ. ისე ვიმეორებთ. შკერის ბოთლს. მოდი აბა მეორეს მე ჩავაჭე. შენი ჩაჩენილი ვნახეთ უკვე ერთი. არ დაგივარდეს ახლა დაბლა. აქ ხელსივისწველი. შოთის პური, კერდეთონის პური. ეს სამხელა უნდა საკვარსი. აიღე კიდე სულ აიღე ბარი. ბარაკიანად, ნატა ბარაკიანი. მაკამნა გუმასპინზლა იმერეჩიც. 64-დან ასევე 64-ში წამოხვედით. როგორია ახლა, როგორ შეეჩვიეთ აქაურობას და აი რა შეგიძლიათ გითხრათ ამ მხარეზე თქვენი თვალით დანახული როგორია? ჩემი თვალით დანახული
ესე იგი თბილი ხალხი არის ძალიან და სიყვარული თითქოსი მიმიღეს და ასევე სიყვარული და სითბო გამოხატი ალბათ რომ ამდენი ხანი აქ შევრჩი 26 წელია უკვე აქ ვარ მორჯოს თქვენს მას ჩვენ გაცნობას გამომარჯოს და ყველა სტუმარს გამომარჯოს ამ მანაში მოსულს მადლობა რომ შეწუხდით ჩვენს გამო ვარაკადულად ვერ მოგლოს მათ მაქაურობას ნამდვილად კეთილი იყოს ჩვენი ფეხი დაგილოცავთ ოჯახს დაგლოცავთ ჯანმრთელები ბედნიერები უმეთმა დიდ ხანს გამყოფო და ყოველთვის გქონდეთ იმისი განწყობა და ესე ვთქვათ შემართება რომ მეიღოთ სტუმრები და ყოველთვის გაისუფრებზე ყოფილიყავით კარგი ხალხი ყოლოდეთ ყოველთვის ხავი ბარაქა და რა ვიცი მერტი იყოს თქვენ ოჯახის მფარველი მადლობა კარგი ღვინო ხო დავლიეთ ხო და ეს კარგი ღვინო მარტო ღვინო დავლიეთ კარგი ეს კარგი ღვინო მე მაინც ხეს გავსწორ სწორედ ამ ვენახებში იკრიფება იმედია მოგეწონათ ჩემი მხარე და თავად ხალხი ვინც მას თვითონაც რამდენი რამ აღმოაჩინე შენს ძალიან მხარეში ბევრი და სხვათა შორის გაკვირვებული ვარ იმიტომ რომ მართლა არ მეგონა მე თვითონაც თუ მსგავსი ბევრი რაღაცაები გქონდა ნამდვილად ჩემთვის იყო წარმოუდგენელი ის ბუნებრივი სილამაზე რაც ამ მხარეში ვნახე და ადამიანები მასპინძლები ყველა გახარებული არა მარტო ისინი ვინც გამოჩნდნენ და ვინც თქვენ გაიცანით, ბევრს არ უნდა და გამოჩენა ნატას ოჯახის წევრებს ამ შემთხვევაში და სასტიკად აგვიგრძალეს გადაღება სახლში, თუმცა საოცარი მასპინძლობა გაგვიწიეს და მადლობა შენ და შენებს. ჩვენი მთავარი გეზი იქნება ის, რომ გადაუხვიოთ ცნობილ ტურისტულ ბილიკებს, იმიტომ რომ უცნობ გზებზე ბევრად უფრო კარგ რაღაცებს პოულობ ადამიანი. და დაბრუნდებით კიდე ტყიბულში ხა დაგვრჩა რაღაც ადგილების სანახავი ბუნებრივია და ბექა დაუბრუნდებით? კი, ბექასაც ხოლმე დარჩა უფრო მეტი ბექასი კიდე სანახავი უფრო მეტი სანახავი სამწუხაროდ ბოლო დღეს შემოგვიერთდა. კი, თუმცა აქ უმეტესობა ისეთი ადგილია, ერთხელ ნახვით ვერ დაკმაყოფილდები და სულ რო ყველაფერი გვენახა, მე მაინც დავბრუნდებოდი. ხო ისა მიმიღეთ. ანუ ეხა როგორ მიხაიცი, რა იცი რა ქვია, დამიტოვეო, გაიგე და რო ჩამოbrunდებიო. მიმიღე, თავი დაიპატიჟა, ყდები. რა თქმა უნდა, ეგრე უნდა ქნა დღევანდელ ცხოვრებაში, აბა. გაჭირდა ისე ყველაფერი.